დიახ, ეს თაფლის სკილაა და დღეს მოგიყვებით როგორ იცავს ის ჩვენ საიტზე არსებულ ფორმებს სპამისგან. ეს შეიძლება იყოს სარეგისტრაციო ფორმა, დაჯავშნის ფორმა, შეიძლება გამოკითხვის ფორმა იყოს, მოკლედ ნებისმიერი ტიპის ფორმა, რაც არის საიტზე, დაცული უნდა იყოს და ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი არის honeypot, თაფლის სკილა. გამარჯობა, მე ვარ ვლადიმერ კვარაცხელია, უკვე 10 წელი ვამზადებ საიტებს WordPress და მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ამ არხზეც ყველაფერი მაქვს WordPress-ის შესახებ. ხო გამოწერილი გაქვთ ეს არხი. დავუბრუნდეთ ჩვენს ფორმას და აი ამ ფორმის მაგალითზე მინდა გაჩვენოთ როგორ მუშაობს honeypot-ი. აი ეს არის სარეგისტრაციო ფორმა, დავუშვათ მაგალითისთვის. ამ ფორმის ველებს ადამიანები ვხედავთ და ვავსებთ, მაგრამ honeypot-ის ფუნქციის გააქტიურებისას ფორმას აქვს ველები, რომელსაც ხედავენ მხოლოდ ბოტები. თუ შეივსო ეს ველი, ფორმა ხვდება, რომ ამას ავსებს ბოტი, რომ ეს ინფორმაცია არის სპამი და ესეთი ინფორმაციის გაგზავნა ან იბლოკება, ან ჩავარდება პირდაპირ spam folder-ში. მინდა გაჩვენოთ რამდენიმე პლაგინი, რომელიც უზრუნველყოფს თავის სისტემას ესეთი honeypot-ის ფუნქციით. ეს არის WForms, ეს არის JetForm Builder-ი, SureForm, GravityForm და FluentForm. ამათ ინსტრუქციას ჩავაგდებ აღწერაში, მაგრამ თუ არ არის აქ რომელიმე პლაგინი ჩამოთვლილი, რომელსაც თქვენ იყენებთ, შეგიძლიათ კომენტარში დამიწეროთ და ვეცდები დაგეხმაროთ. ახლა კი მოგიყვებით, რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის, რომ არ მივიღოთ spam შეტყობინება. პირველი ეს არის ანალიტიკა და რეპორტი. არასწორი ინფორმაცია გვიქმნის არასწორ წარმოდგენას მომხმარებლის აქტიურობაზე და ჩართულობაზე. მეორე ეს არის უსაფრთხოება. spam მეილებში ხშირად ისეთი ინფორმაცია ან ლინკები, რომლებიც უსაფრთხოებასთან გვიქმნის პრობლემას. ეს არის ფიშინგი, სქემი, ვირუსის ავტომატური გადმოწერა, ანუ ამრავი სხვა პრობლემა. და მესამე და ყველაზე მთავარი ეს არის დრო. ვკარგავთ ძვირფას დროს ამ ინფორმაციის დახარისხებაზე, წაშლაზე და მეილბოქსის გასუფთავებაზე. და რამდენიმე დღეში ისევ თავიდან არის გადასარჩევი. ამიტომ მოიკითხეთ ეს honeypot-ის ფუნქცია თქვენს პლაგინებში და თუ დაუშვათ ვერ მონახავთ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარში, ვეცდები აუცილებლად რომ დაგეხმაროთ. მოკლედ სულ ეს არის ის თქმაც მინდოდა, წარმატებებს გისურვებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაიცავით თქვენი ბიზნესი სპამისგან. მადლობა.